ახლა კი ჩვენ შემდეგი თემით განვაგრძობთ გადაცემას. თბილისის 3 დღის განმავლობაში გაეროს საჯარო სერვისების ფორუმს მასპინძლობს 1000-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს ამ ღონისძიებაში და მისი მიზანია საჯარო სერვისები გახდეს უფრო სწრაფი, ეფექტიანი, ინოვაციური და მოქალაქეზე ორიენტირებული. სწორედ ამ თემებზე სასაუბრო ჩაგვერთვება ახლა პირდაპირ ეთერში იუსტიციის მინისტრი პაატა სალია. მოგესალმებით ბატონო პაატა. მადლობა ჩართვისათვის. ვიდრე ფორუმზე მის მიმდინარეობასა და მის მიზნებზე ვისაუბრებთ, მინდა პირველ რიგში კითხვა დაგისვათ იმ საქმეზე, რომელიც დღეს გახდა ცნობილი. სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე მალაჩინი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება და გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების წამება მკვლელობისთვის რუსეთს აკისრა პასუხისმგებლობა. ეს არჩელი, როგორც ვიცით, იყო სტრასბურგში გაგზავნილი საიას მიერ. რომ განგვიმარტოთ, რა დატვირთვა აქვს ამ გადაწყვეტილებას საერთაშორისო სასამართლოებში რუსეთის წინააღმდეგ მოგებული საქმეების კონტექსტში და რით ავსებს ეს საქმე 2021 წელს მოგებულ სახელმწიფოთა შორის დავას. მოგესალმებით ნათია, მივესალმები იმედის მაყურებელს. დიახ, ეს გადაწყვეტილება არის კიდევ ერთი გამარჯვება ჩვენი სახელმწიფოსი, თუმცა აქ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახელმწიფომ არაერთ გამარჯვებას მიაღწია რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში, როგორც სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ასევე ჰააგის სასამართლოში და ეს დავაც სწორედ ეფუძნებოდა იმ ფაქტობრივ გარემოებებს, რაც დადგენილი იყო უკვე სხვადასხვა სასამართლოების მიერ სხვა დავებში, სადაც ინიციატორი ჩვენი სახელმწიფო იყო, ეს იყო სახელმწიფოებს შორის დავა და შესაბამისად იუსტიციის სამინისტრო მოიხსენებათ, რომ წარმოადგენს სახელმწიფოს სასამართლო დავებში, საერთაშორისო სასამართლო დავებში და შესაბამისად იუსტიციის სამინისტროს დიდი ძალისხმევა იყო სწორედ იმაში, რომ დადგინდა დარღვევები ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში და ასევე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. სწორედ ამ დადგენილ გარემოებებს, ამ დადგენილ ფაქტებს ემყარებოდა ეს გადაწყვეტილება, რომელიც დღეს მიიღო სტრასბურგის სასამართლომ. ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ ჩვენი სახელმწიფოს პოზიცია მნიშვნელოვნად გამყარდა მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ქართული ოცნება მოვიდა. ჩვენ გვახსოვს უდიერად დაწყებული საქმეები, შეიძლება ასე ითქვას, სხვადასხვა სასამართლოში რუსეთ საქართველოს ომთან დაკავშირებით და სწორედ ჩვენი ხელისუფლების პირობებში იქნა მოპოვებული ყველა ის უმნიშვნელოვანესი მტკიცებულება, რომელიც გახდა შემდგომ საფუძველი ჩვენი სახელმწიფოს სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილებებისა და მათ შორის დღევანდელი სასამართლოს გადაწყვეტილებისა. კი ბატონო, ახლა გადავიდეთ საჯარო სერვისების ფორუმზე. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ საჯარო სერვისების განვითარებაში შეტანილი წვლილისა და ფორუმის ორგანიზებისთვის სპეციალური სიგელიც გადმოგცათ და ჩვენს პირველ რიგში ახლა ფორუმის ორგანიზებაზე ვისაუბროთ და მის მნიშვნელობაზე. როგორც ჩაიარა პირველმა დღემ და რა დატვირთვა აქვს ზოგადად საქართველოსთვის აი ამ მასშტაბის პლატფორმის მასპინძლობას. დიახ, მიმდინარე 3 დღის განმავლობაში საქართველოს მასპინძლობს უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ღონისძიებას. ეს არის გაეროს საჯარო სერვისების ფორუმი და ამ ფორუმის ფარგლებში დიახ დღეს გადმოგვეცა ჯილდო, რომელიც არის ნამდვილი აღიარება იმ რეფორმებისა, რომელიც საჯარო მმართველობის სფეროში ხორციელდება საქართველოში. თავად ფორუმის ჩატარება, ის გადაწყვეტილება, რომ ეს ფორუმი ჩატარებული იყო თბილისში, ესეც ნამდვილი აღიარება ჩვენი წარმატებისა იმ რეფორმების განხორციელებაში, რაც ბოლო პერიოდში ხორციელდება. არაერთმა ქვეყანამ მიიღო ჩვენი გამოცდილება, ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის ნებისმიერ ქვეყანასთან და ამ თანამშრომლობის ფარგლებში არაერთმა ქვეყანამ გაიზიარა ჩვენი გამოცდილება დაანერგეს ის სერვისები, რაც საქართველოში უკვე დიდი ხანია ფუნქციონირებს და სწორედ ამ საერთაშორისო თანამშრომლობის ჩვენი რეფორმების აღიარება იყო ის სიგელი, რაც დღეს გადმოგცა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ. დღევანდელი დღე წარმატებით მიმდინარეობს ფორუმის გახსნა იხილა მაყურებელმა პირდაპირ ეთერში. ფორუმის გახსნას ხელმძღვანელობდით მე და გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე და ამ ფორუმზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბატონი ირაკლი კობახიძე, რომელმაც დაწვრილებით ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომლებიც ბოლო პერიოდში განხორციელდა და იმ დაგეგმილ გეგმებზე, სამომავლო გეგმებზე, რომელიც უნდა განახორციელოს საქართველოს იმისათვის, რომ ჩვენი სახელმწიფო კიდევ უფრო მეტად გახდეს ორიენტირებული ადამიანზე და განავითაროს თანამედროვე სერვისები და შესაძლებელი გახადოს ადამიანმა მიიღოს, მოქალაქემ მიიღოს ყველა ის სერვისი, რაც ხელმისაწვდომია დედაქალაქში, ყველა სერვისი ხელმისაწვდომი გახდეს მთლიანად მთელ საქართველოში, ყველა მის რეგიონში. ეს არის ერთ-ერთი, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანი აღიარება საქართველოში განხორციელებული რეფორმებისა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ და ეს არ არის დასასრული. დღეს ჩვენ გქონდა ორხრივი შეხვედრა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, ბატონ ლი ჯინჰუასთან, სადაც ვისაუბრეთ, რომ სწორედ დღევანდელი ფორუმი გახდება ახალი თანამშრომლობის საფუძველი ჩვენსა და გაეროს შორის საჯარო სერვისების განვითარების მიმართულებით. კი ბატონო, თქვენ დღეს სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვით, რომ საჯარო სამსახური ეს არ არის მხოლოდ ადმინისტრაციული სისტემა და ეს არის მოქალაქის და სახელმწიფოს დამაკავშირებელი ხიდი, ყოველდღიურად ასაშენებელი დობა. ვისაუბროთ იმაზეც, რა როლი აქვს საჯარო სამსახურის სიძლიერეს სახელმწიფოსთვის და დღეს როგორ ართმევს საქართველოს სახელმწიფო თავს იმ გამოწვევას, რასაც ქვია მოქალაქის ნდობა. დიახ, რა თქმა უნდა, საჯარო სამსახური და საჯარო სისტემა თავისთავად ვერ ფუნქციონირებს, თუ მასში არ არიან დასაქმებული პროფესიონალები, თავიანთი საქმის ერთგული ადამიანები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში საზოგადოებისთვის შეუმჩნევლად ქმნიან იმ მომსახურებას, რომელიც აყალიბებს საზოგადოების ნდობას საჯარო სამსახურების მიმართ. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრია დამოკიდებული საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე, მათ პროფესიონალიზმზე, მათ ცოდნაზე და საქმისადმი ერთგულებაზე. ჩვენ იუსტიციის სამინისტრო, რომელიც არის საქართველოში სერვისების ყველაზე დიდი მიმწოდებელი, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენ სისტემაში იყვნენ დასაქმებული პროფესიონალები და სწორედ მათი დამსახურებაა, რომ დღეს ჩვენი ქვეყანა არის ერთ-ერთი მოწინავე მსოფლიოში საჯარო სერვისების მიწოდების თვალსაზრისით. ჩვენ ხელმძღვანელობთ გაეროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრინციპით, რომ არავინ დარჩეს მომსახურების მიღების მიღმა და შესაბამისად ჩვენი მომსახურება შესაძლებელია მოხმარებელმა მიიღოს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში. საქართველოში მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ფაქტიურად დაფარული გვაქვს მთელი ქვეყნის ტერიტორია იუსტიციის სახლებით. დღეს მდგომარეობით 127 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, მუნიციპალურ ცენტრებში და არა მარტო მუნიციპალურ ცენტრებში. ასევე მიმდინარეობს რამოდენიმე მშენებლობა, რომელიც უახლოეს პერიოდში დასრულდება და საქართველოს კიდევ რამოდენიმე იუსტიციის სახლი დაემატება. გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ჩვენ სერვისებს ვაწვდით მაღალმთიან რეგიონებში, რთულად მისადგომ ადგილებში მობილური იუსტიციის სახლების მეშვეობით. გარდა ამისა, ჩვენ დავნერგეთ იუსტიციის სახლების მიერ მისაწოდებელი სერვისები არის შესაძლებელი, ამ სერვისების მიღება ასევე არის შესაძლებელი პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც ინოვაციაა და მსოფლიოში თითქმის არ არსებობს მსგავსი ანალოგები. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სწორედ ეხმიანება ამ გაეროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრინციპს, რომ თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ჭირდება საჯარო სერვისის მიღება, მას ამის შესაძლებლობა ჰქონდეს და ეს იყოს მისთვის გამარტივებული, მას ჰქონდეს წვდომა და რაც მთავარია, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა, რომ ამ სერვისების მიწოდების მეშვეობით ჩვენ გავზარდოთ ნდობა მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის და ამაში ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის იმ ადამიანებს, ვინც დასაქმებული არიან საჯარო სექტორში და ეს ფორუმიც სწორედ ეძღვნება იმას, თუ როგორ უნდა გავხადოთ კიდევ უკეთესი ჩვენი სერვისები, როგორ დავნერგოთ ინოვაციები, როგორ მოვახდინოთ სერვისების გაციფრულება, როგორ გამოვიყენოთ პასუხისგებლიანად ხელოვნური ინტელექტი, როგორი უნდა იყოს ხვალინდელი დღეს საჯარო სერვისებისა, რომ უფრო მეტად ინკლუზიური უნდა იყოს მოქალაქეები, უფრო მეტად უნდა მონაწილეობდნენ ამ სერვისების ჩამოყალიბებაში და რაც მთავარია, ამ ყველაფერმა უნდა გაამყაროს
ადამიანის მოქალაქის დობა სახელმწიფოს მიმართ. ჩვენ შეიძლება ავაშენოთ ინფრასტრუქტურა, ავაშენოთ იუსტიციის სახლები, შევქმნათ სხვადასხვა მექანიზმები, სხვადასხვა პლატფორმები სერვისების მისაღებად, მაგრამ ისევ და ისევ ჩვენთვის, ჩვენი ხელისუფლებისთვის მნიშვნელოვანია ადამიანი და ყველა ეს საშუალება უნდა ემსახურებოდეს იმას, რომ მოქალაქემ მიიღოს საჯარო სერვისები, მიიღოს ეფექტიანი სერვისები და მას ჰქონდეს დობა სახელმწიფო სისტემის მიმართ. კი ბატონო, დიდი მადლობა წარმატებას გისურვებთ ამ საქმეში. იუსტიციის მინისტრი პაატა სალია გახლდათ დღის ქრონიკის სტუმარი.